მოგესალმებით, ჩვენ დღევანდელ ლექციას დავიწყებთ ატომური ფიზიკის ზოგიერთი ფუნდამენტური მომენტის განხილვით. პირველ რიგში სურს თქვენი ყურადღება შევაჩერო კვანტური მექანიკის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიც არის დე ბროილის ჰიპოთეზა. კერძოდ 1923 წელს გამოჩენილმა ფრანგმა ფიზიკოსმა ლუი დე ბროილმა ივარაუდა, რომ იმის გამო რომ სინათლე ზოგიერთ შემთხვევაში იქცევა როგორც ტალღა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი როგორც მატერია, ანუ ადგილი აქვს კორპუსკულურ ტალღურ დუალიზმს, მაშინ მატერიასაც, ანუ მის შემადგენელ ნაწილაკებს, ასევე უნდა გააჩნდეთ ტალღური ბუნება. დე ბროილმა დაუშვა, რომ მატერიალური ნაწილაკის შესაბამისი ტალღის სიგრძე დაკავშირებული იქნება იმპულსთან იმავე სახით, როგორც ფოტონის შემთხვევაში. კერძოდ, როგორც ვიცით, ფოტონის იმპულსი π ტოლია m გამრავლებული სიზე, სადაც m წარმოადგენს ფოტონის მასას. მოგეხსენებათ, ფოტონის უძრაობის მასა 0 ტოლია, მაგრამ მას გააჩნია მოძრაობის მასა და c კი არის სინათლის სიჩქარე სერიალში და იგი დაახლოებით 300,000 კილომეტრ/წამის ტოლია. შემდეგ იმპულსის მოცემული გამოსახულება გავამრავლოთ და გავყოთ c-ზე. ამით ბუნებრივია მისი მნიშვნელობა არ შეიცვლება. და მრიცხველში მიღებული გამოსახულება კი წარმოადგენს ელემენტარული ნაწილაკის ენერგიის საყოველთაოდ ცნობილ გამოსახულებას, რომელიც მიეკუთვნება აინშტაინს და შესაბამისად მრიცხველი შევცვალოთ ენერგიის აღმნიშვნელი დიდი E სიმბოლოთი. შემდეგ, როგორც ცნობილია, ფოტონის ენერგია ტოლია პლანკის მუდმივა გამრავლებული ფოტონის სიხშირეზე და გაყოფილი c-ზე კვლავ. შემდეგ, როგორც ვიცით, პლანკის მუდმივა რიცხობრივად ტოლია 6.63 მიასედი, გამრავლებული 10 ხარისხად -27 ერგ/წამზე. შემდეგ, მოცემულ გამოსახულებას თუ დავხედავთ, ცხადი ხდება, რომ c შეფარდებული ნიუსთან წარმოადგენს მოცემული ფოტონის ტალღის სიგრძეს. შესაბამისად, საბოლოოდ გვექნება, რომ ფოტონის იმპულსი ტოლია პლანკის მუდმივა გაყოფილი ტალღის სიგრძეზე. მატერიის შემთხვევაში შევცვალოთ ფოტონის c სიჩქარე ნაწილაკის v სიჩქარით. მივიღებთ, რომ ნაწილაკის იმპულსი mv უდრის h შეფარდებული ლამდასთან. აქედან გამომდინარე კი ლამდა უდრის h შეფარდებული mv-სთან. მიღებულ ფორმულას უწოდებენ ნაწილაკის ეგრეთ წოდებულ დე ბროილისეულ ტალღის სიგრძეს. განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ნაწილაკი მოძრაობს 5.9 გამრავლებული 10 ხარისხად მე-6 მეტრ/წამის სიჩქარით. ელექტრონის მასა მოგეხსენებათ არის 9.1 გამრავლებული 10 ხარისხად -22 გრამი. მოცემული სიჩქარით აჩქარებული ელექტრონისათვის დე ბროილისეული ტალღის სიგრძე იქნება 1.2 გამრავლებული 10 ხარისხად -2 სანტიმეტრი. ანუ მიღებული მნიშვნელობა იმავე რიგისა, რა მანძილიც არის დაშორებული ერთმანეთისაგან ატომები კრისტალურ მესერში. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქიმიური ელემენტისათვის კრისტალურ მესერში ატომების ერთმანეთისაგან დაშორება სხვადასხვა რიცხვს წარმოადგენს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი არიან 10 ხარისხად -8 სანტიმეტრ რიგისა. და
კრისტალური მესერი ამგვარად შეგვიძლია გამოვიყენოთ ელექტრონთათვის დიფრაქციული სურათის მისაღებად. ისევე როგორც ეს ხდებოდა რენტგენული გამოსახულების შემთხვევაში. მოგეხსენებათ, რომ თუ ელექტრონს გააჩნია ტალღური თვისებები, მაშინ ეს თვისებები რომ მან გამოამჟღავნოს, მაგალითად დიფრაქცია, საჭირო არის მან განიცადოს ურთიერთქმედება მისი შესაბამისი ტალღის რიგის მქონე ზომების ამა თუ იმ დაბრკოლებასთან. ამ შემთხვევაში კრისტალური მესერი ამ მიზნებით სათვის ნამდვილად გამოგვადგება. მართლაც 1927 წელს ჯეიმს დევისონმა და ლუის ჯერმერმა მოახდინეს აჩქარება ზემოთხსენებულ სიჩქარის შესაბამის ენერგიებამდე ელექტრონებისა და მოახდინეს ელექტრონთა მიერ ალუმინის ფირფიტის ბომბარდირება და შედეგად მიღებული იქნა დიფრაქციული სურათი, რომელიც შეესაბამებოდა ზუსტად 1.2 გამრავლებული 10 ხარისხად -1 სანტიმეტრ ტალღის სიგრძე მქონე რენტგენული გამოსხივების დიფრაქციის შედეგად მიღებულ სურათს. მოგვიანებით ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დიფრაქცია აღმოჩენილი იქნა ასევე პროტონის, ნეიტრონისა და სხვა ნაწილაკებისა და ამით ბრწყინვალედ იქნა დადასტურებული დე ბროილის ჰიპოთეზა. ანუ ისევე როგორც სინათლეს გააჩნია ორმოგი ბუნება როგორც ტალღური, ისე კორპუსკულური, ასევე კორპუსკულებსაც, ანუ მატერიას და მის შემადგენელ ნაწილაკებს ასევე გააჩნია ტალღური ბუნებაც. ანუ კორპუსკულურ-ტალღური დუალიზმი საყოველთაოდაა გავრცელებული ბუნებაში. ჩავატაროთ შემდეგი ცდა. კერძოდ, ფირფიტაზე გავაკეთოთ ორი ჭვრიტე, რომელთა სიგანე და მათ შორის მანძილი იმავე რიგისა, რაც მოცემული ენერგიის მქონე ელექტრონის შესაბამისი დე ბროილისეული ტალღის სიგრძე. თუ ფირფიტის უკან მოვათავსებთ ფლუორესცენციულ ეკრანს, რომელიც ელექტრონის დაცემის შედეგად ანათებს, მაშინ ელექტრონის ფირფიტის გავლის შედეგად მიღებული იქნება სურათი, რომელიც ანალოგიური არის მოცემული ტალღის სიგრძის მქონე კვანტების ჭვრიტეებზე დიფრაქციისა და შემდეგ ინტერფერენციის შედეგად მიღებული სურათისა. ანუ ახლა მოცემულ ნახაზზე გამოსახულია მრავალი ელექტრონი. მიღებული იქნება დიფრაქციული სურათი მოცემული შინაარსისა, მაგრამ იგივე სურათი შეიძლება მიღებული იქნას ერთი თუ ელექტრონის შემთხვევაში, თუ მოცემულ ელექტრონს მივმართავთ ფირფიტაზე. მაგრამ ცხადია, ასეთ შემთხვევაში მიღებული სურათის სიმკვეთრე გაცილებით ნაკლები იქნება. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ კვლავ მიღებული იქნება დიფრაქციული სურათი. რაც მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ ელექტრონი სუსტად ერთდროულად რომ გადიოდეს ორივე ჭვრიტეს. შემდეგ თუ ერთ-ერთ ჭვრიტეს დავფარავთ და ელექტრონს გავატარებთ მხოლოდ მეორე ჭვრიტეში, მაშინ უკვე დიფრაქციულ სურათს აღარ მივიღებთ. არამედ ფლუორესცენციული ეკრანი მოგცემს მოცემული ჭვრიტის მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ მანათ წერტილს. ანალოგიური შემთხვევა გვექნება თუ მეორე ჭვრიტს დავფარავთ. ანუ ამ შემთხვევებში ნამდვილად ადგილი ჰქონდა ელექტრონის დიფრაქციას მოცემული ჭვრიტებში და შემდეგ მოხდა მისი შესაბამისი ტალღების შეკრება და დიფრაქციული სურათის მიღება. აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნას, რომ
დიფრაქციულ სურათს, ანუ ელექტრონის გავლა ერთდროულად ორთავე ჭვრიტეში ადგილი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ტალღური თვისებები. აქედან გამომდინარე, ელექტრონისა და სხვა მიკრონაწილაკების შემთხვევაში, რომლებიც ასევე უჩვენებენ ანალოგიურ დიფრაქციულ სურათს, ოღონდ ჭვრიტეების ზომები და მათ შორის მანძილი სხვა რიცხვითი მნიშვნელობის შესაბამისი უნდა ავიღოთ. ასეთ შემთხვევაში ნაწილაკებისათვის ტრაექტორიის კლასიკური განმარტება აზრს კარგავს. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განსაზღვროთ ნაწილაკის მოძრაობა სივრცეში. მაგალითად, თუნდაც ელექტრონისა ატომის